გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში იწყება ინტერაქტივი. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და ამ დროიდან მოусმენ თქვენ სატელეფონო ზარებს. ნომერზე 555-88-55 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გვიპასუხოთ შეკითხვაზე. თქვენი აზრით, ქვეყანაში იზრდება თუ მცირდება ქართველთა რიცხვი? ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამთ, რომ დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა მოსახლეობის აღწერის შედეგების თაობაზე ისაუბრა. როდესაც მან განაცხადა, მოსახლეობის 84%, ანუ 3.304.000 კაცი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5%-ით და 80,000 კაცს შეადგენს. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვეუბნება, საქართველოს მოსახლეობა, უფრო კონკრეტულად ეროვნებით ქართველთა რიცხვი გაზრდილია. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უფრო ადრე გვეუბნებოდა ჩვენ, რომ მაგალითად ბოლო 5 წლის განმავლობაში 31,806 ადამიანი გარდაიცვალა. უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა სწორედ ამ რიცხვით. აგრეთვე ჩვენთვის ცნობილია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 667,000 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში და ამ ფონზე გებულობთ, რომ თურმე ქართველთა რიცხოვნობა იზრდება საქართველოში და რაღაც საოცარი წინსვლა გვაქვს. თუ ეს სიმართლეა, გაგვიხარდება, მაგრამ ეს რომ სიმართლე იყოს, ჩვენ უნდა ვხედავდეთ ემიგრაციიდან მასიურად დაბრუნებულ ქართველებს და არა უცხოელებით სავსე ქუჩებს, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად არის თვალში საცემი. აღწერის შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. ვკითხულობთ საქსტატის ხელმძღვანელის განცხადებაში. მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 38% სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია 5%-ული პუნქტით. თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%. დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1,321,000 კაცს, რაც 20%-ით, ანუ 223,000 კაცით აღემატება 2014 წლის აღწერის მონაცემებს. 54%-ით გაიზარდა ასევე მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში. 153,000-დან 226,000-მდე. თბილისის გარდა მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. შეგახსენებთ, რომ ეს არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელმაც მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა. აღწერის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 96%, ანუ 3,765,000 კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის 8,865 კაცი ორმაგი მოქალაქეობის მქონეა. საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 2.5%-ით და 91,000 კაცს შეადგენს ეს მატება, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3.4%-ია, რაც 124,000 კაცს შეადგენს. ესეც საეჭვოა, ხო? მხოლოდ 124,000 უცხოელი მყოლია თურმე ქვეყანაში. ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37,700 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 1% შეადგენს. 23,000 ინდოელია თურმე საქართველოში, ანუ მთელი მოსახლეობის 0.6%. 11,500 უკრაინის მოქალაქეა, 8,300 აზერბაიჯანის და 5,400 სომხეთის. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის 84%, ანუ 3,304,000 ადამიანი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5%-ით, ანუ 80,000 კაცით გაიზარდა ქართველთა რიცხოვნობა ქვეყანაში. რა სიტყვით ამ მონაცემებზე, გჯერათ თუ არა, რომ ქვეყანაში იზრდება ქართველთა რიცხოვნობა, გჯერათ თუ არა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ძალიან მცირე რაოდენობით, რასაც გვეუბნებიან, ეს არის სასაცილო მაჩვენებლები, ჩემი აზრით,
ხო, ამ მონაცემებს კიდევ დაზუსტებით შემოგთავაზებთ რამდენიმე წუთში, მანამდე ზარი არ ვალოდინოთ, თუ შეიძლება გამარჯობა. ილია, გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას? აი, შემოკარგო ილია, მე ცოტა რაღაცა ნურამაჩერებ შვილო რა, ძალიან პატისაქცემდა, ბოლომდე მინდა რომ პატივი ქცე შენ, როგორც კარგ ადამიანს. ჩემო ილია, სირცხვილი იმ გუთნიზედას, ვინც ინაპარტა საფლავს გადახნავს. აი სირცხვილი. დღეს არის 22 ივნისი. გამთენი ისას 85 წლის წინ საბჭოთა კავშირს თავს დაესხა ვერაგულად გერმანიის შეერაღებული ძალები. მართალია მე იმას არ ვამბობ, რომ აღნიშნა არ უნდა ამას, თუ რა ვერ ვიგებ რა, მე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ მე მინდა ერთი რაღაცა თქვა. ჩვენ როცა დიდგორის ომში დავით აღმაშენებელმა ნიშვისი გადახერგა, ჩახერგა რომ უკან არ დაეხიათ. ასეთი იყო 227 ბრძანება სტალინისა. არც ერთი ნაბიჯი უკან და არც დაიხია. არავინ არ დაიხია და ბრესტთანვე დამარცხდა ის ლუსინდისო ჯარი, რომელიც ჩვენ დავეცავდა. მოიცა ილია ერთი არა, მეც გთხოვთ რომ პატივისცემა გამოიჩინოთ. მე დიდ პატივს ვცემ. სოციალური სახელმწიფო არა გვაქვს, არა. ჩემო კარგო, იცით რამ გადაარჩინა? სოციალიზმი არის განსაცდელში თქვენს და სამშობლოსათვის სტალინისათვის ალბათონო მეც გთხოვთ პატივისცემა გამოიჩინოთ ჩვენ თემა გვაქვს დღეს კონკრეტული კარგით დიდი მადლობა გავიგეთ თქვენი სათქმელი მაინც გაცალეთ მიუხედავად იმისა რომ აცდენილი აბსოლუტურად ეს დღევანდელ ჩვენს თემას საქსტატი აქვეყნებს მონაცემებს რომლის თანახმადაც საქართველოში ქართველთა რიცხოვნობა გაზრდილია 80,000 ადამიანით როგორ აფასებთ ამას გჯერათ თუ არა რომ იზრდება ქართველთა რიცხოვნობა ქვეყანაში როგორ აფასებთ იმას რომ თურმე მხოლოდ 134,000 უცხოელი ცხოვრობს აქ და დანარჩენი ყველანი ქართველები ვართ ბოლო 5 წელიწადში 31,806 ადამიანით მეტი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა ხომ ეს კატასტროფაზე მეტყველებს დემოგრაფიული თვალსაზრისით და ამ დროს თურმე ვიზრდებით რიცხოვნობით 667,000 ადამიანი ემიგრაციაშია წასული ამას თავად საქსტატი ადასტურებს რასთან გვაქვს საქმე როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას ზარია გისმენთ ალო მოგესალმებით თქვენ ეთერში ხართ ოღონდ შენგენ ავწევთ შენ კაპიტული ერთი ამბავ თუ მომიწევთ რა ძალიან თუ მომამისნოთ. გისმენთ, ეთერში ხართ, ბატონო, დიახ. მამაცის ქონება, ცხოვრებაში, გაჭარბი ქონა მამაცის ქუძერო გაიწია. და მართლევენ ამას ვიდო, მართლევენ, დაიგედა, გადმოასახლის მაბუაჩები. ამასები ფრონტზე გაიყვანა. ვერ ვგებულობ, თქვენ რაზე საუბრობთ, ჩემო ბატონო? მამაცის ქონება მე. რაზე საუბრობთ თქვენ ვერ გავიგე იქნებ ხაზგასმით გამოკვეთილად თქვათ რა გინდათ რომ ბრძანოთ ახლა გეტყვი 42 მამაცი 44 ბაბუჩი მიიღო რატიდან გადაანსახლეს დადგენში დიახ შემდეგ მე იმ საქმე მათელ იმ ქონებას და იმ დამოებას ისახმა რა დააშო მამაცი ხო იყო კაცო ქონება რატომ ახლა იქნება დიდი მადლობა ძალიან მწუხვარ რომ ეს პრობლემა გაქვთ თქვენ მე არ მინდა თქვენ რაიმე დაპირება მოგცეთ ახლა რომ რაიმე შეგვიძლია გავაკეთოთ ამ თვალსაზრისით გირჩევდით ერთადერთს რომ სამართლებრივი გზებით იმოქმედოთ აიყვანოთ ადვოკატი და თუ კი ქონებას გართმევენ შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში გნებავთ სახელმწიფოს, გნებავთ კერძო პირის მიმართ, ვინც ამაშია მოკლედ გახვეული და ვინც ამაში მონაწილეობს. თქვენი აზრით, ქვეყანაში იზრდება თუ მცირდება ქართველთა რიცხოვნობა? როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას? გჯერათ თუ არა საქსტატის მონაცემებით, რომ ქვეყნის მოსახლეობა გაზრდილია და ქართველთა რიცხოვნობა გაზრდილია? გჯერათ თუ არა რომ მხოლოდ 134,000 უცხოელი გვყავს ქვეყანაში, მეტი არა? ამ თემაზე გვაქვს დღეს გადაცემა იმიტომ ვსვამთ ამ შეკითხვებს, რომ საქსტატის ხელმძღვანელი გამოვიდა დღეს და ამ სტატისტიკაზე და ამ მონაცემებზე ისაუბრა. და თუ არ გჯერათ, მაშინ თქვენი აზრით რა მიზანს ისახავს ის, რომ გაბერილი და ასე ვთქვათ, ხელოვნურად გაზრდილი მოსახლეობის რიცხოვნობა წარმოაჩინონ. ხომ არა ვთქვათ არჩევნებთან დაკავშირებულ რაღაც манипуляციებს, რაც შემდგომში მოსალოდნელია. ზარია ეთერში. გისმენთ? ალო
ეთერში ხართ, გისმენთ? ილია, რა შეკრიბები ამ ხალხს, მეკრიბები და ლაპარაკობ. დიახ, განაგრძეთ, დიახ. განაგრძეთ, დაასრულეთ სათქმელი, თუ მორჩით უკვე ყველა. სათქმელი, გითხარით, ნერვიულობს, ნამეცას ნერვიულობს. ვინ ნერვიულობს? მე ვნერვიულობ? ძალიან ცუდად ისმოდა, მაპატიეთ, ვერ გავიგონე კარგად თქვენი სათქმელი 557 88 55 88. ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი რომ იზრდებოდეს, ჩვენ უნდა ვხედავდეთ ემიგრაციიდან მასიურად დაბრუნებულ მოქალაქეებს. არადა პირიქით ვხედავთ, რომ დღე არ გავა, რომ მოსახლეობა არ შემცირდეს ამ სწორედ ამ ემიგრაციაში წასვლის ხარჯზე. პლუს ამას დემოგრაფიაში პრობლემები გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფრო მეტი ადამიანი იღუპება ყოველ დღე, ვიდრე იბადება. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. ეთერში ხართ? გისმენთ ქალბატონო? ო, ეთერში ვარ, ხო, მომისმინეთ. ბათუმში, აი ქალაქ ბათუმში ქართული ლაპარაკს ვერ გაიგონებ. დიახ. ცენტრებში. რომელი მატებაზეა ქართველი ყველა ოჯახიდან თითო კაცი წასულია საზღვარგარეთ. დიახ. მეტი არა მაქვს სათქმელი. გეთანხმებით, ძალიან საინტერესო რამ ბრძანეთ თქვენ და ეს შეუძლებელია რომ იყოს სიმართლე, რომ იზრდება ქართველთა რიცხოვნობა და მხოლოდ 134,000 უცხოელი გვყავს. მხოლოდ აჭარაში და ბათუმში კონკრეტულად ცხოვრობს ალბათ, არ ვიცი, 150,000-ზე მეტი უცხოელი და ახლა თბილისში აღარავინ არის უცხოელი, სავსეა ყოველ ნაბიჯზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებით და გვეუბნებიან არა. ძალიან ცოტა უცხოელი გვყავს თურმე, რაც მთლიანი მოსახლეობის რაღაც მინიმალური პროცენტებია თურმე. მე მინდა ბათუმის მონაცემები გითხრათ. ბათუმის ზრდა არის აღრიცხული საქსტატის მონაცემებით 153,000-დან 236,000-მდე გაიზარდა ბათუმის მოსახლეობა. ხო, გაიზარდა, ალბათ ეს სიმართლეა, მაგრამ ქართველთა რიცხოვნობის ზრდის ხარჯზე? არა მგონია. როგორც ზარის ავტორმა ბრძანა, სწორედაც რომ თურქების და უცხოელების შემოსვლის ხარჯზე. აჭარა და ბათუმი ეს ტურისტული რეგიონია. რა თქმა უნდა, არავინ არ არის წინააღმდეგი რომ სტუმარი ჩამოვიდეს, მაგრამ შემდეგ უკან წაბრძანდეს. მაგრამ ასე არ ხდება სამწუხაროდ. ზამთარში, ზაფხულში თუ წელიწადის ნებისმიერ დროს აჭარაში ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთის მოქალაქეები განსაკუთრებით არიან უმრავლესობაში. ქონების, საკუთრების, ბიზნესის უმეტესობა არის სწორედაც რომ უცხოელების ხელში. ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემა გვაქვს დღეს გადაცემაში. როგორ ფიქრობთ, იზრდება ქართველთა რიცხვი ამ ქვეყანაში თუ მცირდება? ამ შეკითხვას ვიმეორებ, იმიტომ ვსვამთ, რომ სახელმწიფომ გვითხრა, რომ აღწერა ჩავატარეთ და ამ აღწერის თანახმად ქვეყნის მოსახლეობა გაზრდილია. მათ შორის ეროვნებით ქართველთა რიცხოვნობაა გაზრდილიო. ზარია, გისმენთ? მათ შორის ტელევიზორს გამოურთეთ ხმა და დაიწყეთ. გისმენთ? კარგით, დავემშვიდობოთ უნდა, სხვა გზას არ გვიტოვებთ. როგორ აფასებთ საქსტატის კვლევას, როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას? თქვენი აზრით ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ემიგრაციიდან ხალხი ბრუნდება? ფაქტობრივად ეს გვითხრა დღეს საქსტატმა, რომ ხალხი ბრუნდება თურმე მასიურად. და უცხოელებით გადაჭერილ ქუჩებს კი არ ვხედავთ, არამედ გადატვირთულ აეროპორტებს, როდესაც სამშობლოში ბრუნდებიან ჩვენი ემიგრანტები. ეს სიმართლეა თუ პირიქით ხდება და რა მიზანს ისახავს ეს ყველაფერი? ზარია, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, გისმენთ, ეთერში ხართ. კარგით, გავთიშოთ, სხვა გზა არ არის, ტელევიზორის ხმა ბრუნდება და ასეთ დროს გათიშვა გვიწევს, ჩვენც ძალიან მწუხვართ, მაგრამ სხვა გზას არ გვიტოვებს ზოგიერთი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი. ეს პირდაპირი ეთერია, ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში თქვენ უსმენთ და უყურებთ ინტერაქტივს, რადიო 105 და 1 არ გამოგჩეთ და ტელევიზიით ბუნებრივია მთელ საქართველოში გვიყურებთ. ზარია ეთერში, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა, გისმენთ?
სამწუხაროდ კავშირი არ მყარდება ძალიან მწუხვარ. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ახალი მაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვის, რომ თუ ტელევიზორს ხმას ბოლომდე არ გამოურთავთ, როდესაც თქვენი ზარი გამოვა, მაშინ უბრალოდ მოგვიწევს რომ გაგითიშოთ, იმიტომ რომ ეს ხარვეზ გვიქმნის ჩვენ პირდაპირ ეთერში სხვა მაყურებლებს და რადიო მსმენელებსაც აფერხებს. ამიტომ როგორც კი ზარი გამოვა ეკრანზე მითითებულ ნომერზე, მაშინვე გამოურთეთ ტელევიზორს ან რადიოს ხმა. კვლავ ზარია, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ისა ახლა ბათუმზე იყო საუბარი ბათუმზე. აი მე ვიყავდა პური დაყვანი, პური ვიყავდა დაყვანი, ტუნდე ვიყავ. დიახ. ხოდა ჩაყვანი ვიყავდა ინდუსტრიები. და აქედან 8 მიყიდა ბინა ბათუმში. დიახ. მე დაგონები და თქვენ რა განცდა გაქვთ, როდესაც ხედავთ თქვენს ახლობლებს, ნათესავებს, თანაქალაქელებს, იზრდება ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი ქართველებით? თუ მცირდება? მაგრამ თქვი ყველაფერი. თქვენი აზრით, რა მიზანს ისახავს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ქართველების რიცხვი იზრდება ქვეყანაში? მინდა იმას დახავს, რომ მითამი ხალხ ეჩენ გვაბოლები რა. მადლობ, დიდი მადლობა. მაგალითად, ბოლო 5 წელიწადში 31806 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. სამწუხაროდ, ეს დემოგრაფიული პრობლემაა ძალიან მწვავე და დიდი. ემიგრაციაში 667,000 ადამიანი წავიდა მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში. 9 მილიონზე მეტი. და დღეს გვეუბნებიან, რომ აი ქვეყნის მოსახლეობა თურმე იზრდება, 80,000-ით გაიზარდაო ქართველთა რიცხოვნობა. და მთლიანობაში 90,000-ით არის გაზრდილი მოქალაქეთა რიცხვი, 10%, უბრალოდ 10,000 უცხოელით. ზარია, გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ? დაიწყეთ საუბარი, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, დიახ. გისმენთ? გისმენთ, დაიწყეთ, გამარჯობა. კარგით, არ არის კავშირი როგორც ჩანს. 134,000-ია მხოლოდ თურმე უცხოელი საქართველოში. რა სიტყვით ამ მონაცემებზე, რასაც საქსტატი გვთავაზობს, გჯერათ თუ არა, რომ ქართველთა რიცხვი იზრდება და როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას? ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. შეკითხვა რა არის? ტელევიზორს არ უყურებთ თქვენ უკაცრავად? კი, უყურებთ. კარგით, მაშინ კარგად უყურეთ და ხელახლა დარეკეთ. 557-88-95-88. თქვენი აზრით, ქვეყანაში იზრდება თუ მცირდება ქართველთა რიცხვი? როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას? გჯერათ თუ არა საქსტატის მონაცემებით, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში მხოლოდ 134,000 უცხოელია, ხოლო ქართველთა რიცხოვნობა გაზრდილია 80,000-ით. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით. ბატონო ილია, მე არ მისმის იმ ქართველების, რომლებსაც აქვს საშუალება, მე მყავს ესეთი ბიძაშვილი, აი ნათესავები მყავს რამოდენიმე, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ, აქ აბსოლუტურად კარგი სამსახურიც ჰქონდათ, კარგი ბინებიც ჰქონდათ, ძალიან კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ თავი მოიკლეს, სანამ ამერიკაში არ წავიდნენ და ერთ-ერთი ნათესავი ჩემი ამერიკამ არ მიიღო, მე დაბრუნდა ესპანეთში წავიდა. არაფრის დიდებით არ წამოვიდა, მაინც საქართველოში და თავი მოიკლეს, სანამ ამერიკაში არ ჩავიდა და აქ მის მამას ძალიან კარგი თანამდებობა აქვს, შესანიშნავი თანამდებობა, სხვებს აწყობს სამსახურში. აი მართლა ძალიან შეძლებული ოჯახია და ეხლა იქ ტაქსისტად მუშაობს. აი ასეთი ქართველების ვერ გამიგია, რომ ტოვებენ ამ ჩვენ სამშობლოს. აი ასეთი ადამიანები, შეძლებული ადამიანები და აი ამას ჩვენ ქვეყანას რო ვუტოვებთ, აი უცხოელებს. რა თქმა უნდა, ისინი დაეპატრონებიან, აბა რა თვითონ და იყიდიან ვინებს. რამე თუ ქართველებს ძალიან ბევრ ქართველს ერთი ოთახის ყიდვის საშუალება აქვს და ძალიან ბევრი ვიცი რომ იცით რა მინდა გკითხოთ? შეკითხვა მაქვს. ესეთი ადამიანები ვერ გამიგია, გაჭირვებულების მეშიც, მაგრამ შეძლებულები რატომ იდიან, რატო ტოვებენ სამშობლოს? კი ბატონო, თუ ასეთი ხდება ცუდი. რა მინდა გკითხოთ? აი საქსტატი ამბობს, რომ ქვეყნის მოსახლეობა გაზრდილია, ქართველების რიცხვიც გაზრდილია. გჯერათ ეს? საქსტატი რა
ამბობს ჩვენ ხომ ხედავთ არა რამდენი უცხოელია და თანაც როგორი უცხოელები რომ იყვნენ ცივილიზებული რომ იყვნენ კულტურულები რომ იყვნენ შესახედავად ლამაზები ესენი ძალიან ბევრ დაავადებას შემოიტანენ ბატონო ილია ძალიან ბევრ დაავადებას ეხლა საშინელი დაავადება უკვე გაჩენილი რომელიც ძალიან საშინელი ვირუსია და პედაფიკლავს ადამიანს მისი ვაქცინაც არ არის ეს ყველაფერი აზიიდან და აფრიკიდან შემოდის და პირდაპირ მოსახლეობა იქ შემოდის რა იზრდება ქართველებს ერთურს დავინახავთ ერთმანეთს ვიხარია რომ უყურებთ ისე გაწოტავდა ქართველები მადლობთ ქალბატონო თქვენ ზარისთვის აღწერის შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 38% სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია 5%-ული პუნქტით. აცხადებს საქსტატი. ზარია ეთერში გისმენთ? მადლობთ. მოგესალმებით. დაიწყეთ საუბარი. დიახ. რაშია საქმე ბეპომასთან ერთად ამ ცხოვრებთან დაკავშირებით სულ ელემენტარული რა. დიახ. ძალიან ბევრი ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ნორმალურ ქვეყნებსაც შეეხება. ყველგან აქვს ნაკრძალი თავიანთი სპეციალების გამოყენება ეს რა ქვია სანელებლები. აი რა ვიცი როგორ თქვა ბოდიში მაგრამ ხარ ვართ. ხო და ამ პრობლემიდან დაწყებული დამთავრებული ის მოსახლეობას გადააჭარბეს. რა ვიცი ის ხალხი სად არის მაგალითად რომლებიც გაიცახოდნენ სოფლებმა წავიღესო. ამათ არ წავიღეს? ცხადია ეს დიდი პრობლემაა. და საწავიღებენ და საწავიდანენ მე კიდე საკითხავია. თუ აზე არ მოვიდეთ. მადლობა დიდი. გეთანხმებით, დიდი მადლობა. თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%. დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1.321.000 კაცს, რაც 20%-ით, ანუ 223,000 კაცით აღემატება 2014 წლის აღწერის მონაცემებს, ამბობს საქსტატი. ზარია ეთერში, გისმენთ, გამარჯობა. ალო. ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. გამარჯობა. დიახ. ბატონო ილია. დიახ. ჩვენი საშველი არ იქნება სანამ ნორმალური პარტია არ გამოჩნდება ქვეყანაში. არავითარი კოალიცია, არავითარი ერთადერთი პარტია უნდა გამოჩნდეს ისეთი, რომელიც ყველაფერს დააკეთებს იმისაც, რომ ქვეყანა ფერსე დააყენოს. კოალიციები და ეს ოპოზიცია დღევანდელი არის სულ ყველა აგენტურა. მაგინი ვერ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში ამაში ვენაცვალე ბიზნეს რომ არ უშვებს ახლო ჩვენს თემაზე რა სიტყვით ჩვენს თემაზე გამოჩნდება პარტია ისეთი რომელიც მართლა ქვეყანაზე იზრუნებს. მადლობა დიდი მადლობა. არის კოალიცია. დიდი მადლობა თქვენს არისთვის გასაგებია ყველა აგენტურაა თურმე მხოლოდ ქართული ოცნებაა პატრიოტი და წმინდანი ეს პათოსი იყო და დამერწმუნეთ ჩემო ბატონო ქვეყანაში ყავს ისეთი პარტიები, ისეთი ადამიანები, ვინც უფრო კარგად შეძლებენ ამ ქვეყნის მართვას ვიდრე ქართული ოცნება. და ახლა საერთოდ არ არის პარტიულობის დრო დამერწმუნეთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი პარტიის მომხრეა, რომელი პარტია რას იდეოლოგიას გვთავაზობს. ახლა არის გაერთიანების დრო, ყველა მოქალაქე ზეპარტიულად უნდა გავერთიანდეთ და შევეწინააღმდეგოთ იმ უსამართლობას, რომელიც სახეზე გვაქვს. ამდენ ტყუილს და უსამართლობას ბოლო უნდა მოვუღოთ. სამართლიანი გზებით და მშვიდობიანი გზებით, რასაკვირველია. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით, ჩემო ბატონო, დიახ. ბატონო ილია, მე უსმენდი რომ გამოაცხადეს, აი თქვენი გადაცემის წინ აფისე დიდხნის წინ გამოაცხადეს და მე ძალიან ეჭვით უყურებ ამას. მე რომ ვიმსჯელო მე ყველა ქალაქში მყავს სისხლის ნაცნობები, მაგრამ ჩვენს რეგიონში სიკვდილიანობა ბევრად მეტია ვიდრე დაბადება. სამწუხაროდ. შეეხება ემიგრანტებს. მარტო ჩემი სანახევსაოდან ათეულობით არიან ემიგრაციაში რა არ თქვა სხვა ნაცნობებზე და ეს მუდმივ დიახ. ახალგაზრდა ემიგრაციაში არის. დიახ. განაგრძეთ თუ გესმით, ჩემო ბატონო.
სამწუხაროდ გაწყდა კავშირი. თუ ვერ დაასრულეთ სათქმელი ხელახლა შეგვეხმიანეთ. 54%-ით გაიზარდა ასევე მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში, 153,000-დან 226,000-მდე. თბილისის გარდა მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში. დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარის, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. აღწერის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 96%, ანუ 3,765,000 კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის 8,865 კაცი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 2,5%-ით, ანუ 91,000 კაცით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3,4%-ია, რაც 124,000 კაცს შეადგენს. მათ შორის 1063 მოქალაქეობის არ მქონე პირია. ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37,700 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. 23,900 ინდოეთის მოქალაქეა, ანუ მთელი მოსახლეობის 0,6%. 11,500 უკრაინის, 8,300 აზერბაიჯანის და 5,400 სომხეთის მოქალაქეა. მოსახლეობის 84%, ანუ 3,304,000 კაცი ეროვნებით ქართველია, ამბობს საქსტატი. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2,5%-ით, ანუ 80,000 კაცით. თქვენი აზრით, იზრდება თუ მცირდება რეალურად ქვეყანაში ქართველთა რიცხვი, როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას და გჯერათ თუ არა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ამ მონაცემების, რომელიც ახლა წაგიკითხეთ, თუმცა შეიძლება აქ ბევრი სიმართლეც იყოს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ილია. მოგესალმებით. გაიხარეთ. ილია. დიახ. მე მინდა ყველა ერი გამრავლდეს, ოღონ თავის ქვეყანაში. საქართველოში მინდა ქართველი ერი გამრავლდეს. კი ბატონო. და რაც შეეხება ილია ემიგრაციას ხალხი მიდის ძალიან ბევრია გასული თვითონ მიდიან და აქ არ არის სასწავლება და იმიტომ მიდიან მაგრამ მე პირადად ასეთი აზრით ვარ იქ სხვა ქვეყანაში ხაჭაპური და სიზილია რო წამო იმას მირჩევნია აქ ქართული შივინჭადი და შივიოდიო მაინც არ მივატოვებდი სამშობლოს და არ წავიდოდი ემიგრაციაში თორემ ეს ქვეყანა დარჩე და გადარეულ და გარეულ წრეს. ასეა ძმაო, რა ვქნათ? კეთილი. არ წავიდეთ უნდა. არ წავიდეთ უნდა, ამბობს ბატონი. მადლობა თქვენს არისთვის. გასაგებია, ქართველი რომ საქართველოში უმცირესობაში ექცევა, ეს ახალი არავისთვის არ არის. ამას ძალიან თვალსაჩინოდ მოწმობს აჭარის მაგალითი, ბათუმის ქუჩაში გავლასაც კი უკვე ასახავს რეალობას თუ გაივლით. ზამთარშიც და ზაფხულშიც და სეზონზეც და არასეზონზეც ბუნებრივია ტურისტების წინააღმდეგი არავინ არ არის. პირიქით ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, მაგრამ უკან დაბრუნდნენ, მაგრამ აჭარაში ეს არ ხდება. თურქების ხელშია ბიზნესიც, იქ უფრო მეტი თურქია ვიდრე ქართველი უკვე და თბილისშიც ნელ-ნელა ეს ძლავრდება. ქუჩაში რომ გავივლით, ტრანსპორტში რომ ჩავშდებით, ხედავთ რა ვითარებაც არის უცხოელების კუთხით და აქ გვეუბნებიან ჩვენ რომ თურმე 134,000 უცხოელი ყავს მხოლოდ საქართველოში. ქართველთა რიცხოვნობა კი იზრდებაო. თურმე მთლიანობაში 4 მილიონამდე მოქალაქე ყავს საქართველოში, 4 მილიონამდე ვართ გაზრდილი. იმ ფონზე, როდესაც 667,000 ემიგრანტი ყავს წასული ბოლო 5 წელიწადში მხოლოდ და ბოლო 5 წელიწადშივე 31,800 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, დემოგრაფიული კატასტროფა ფაგვაქვს და თურმე ვიზრდებით. ეს რომ სიმართლე იყოს, მასიურად დაბრუნებულ ემიგრანტებს უნდა ვხედავდეთ, უცხოელებით სავსე ქუჩებს კი არა. ზარია ეთერში, გამარჯობა.
გამარჯობათ ბატონო ილია. მოგესალმებით. დიახ, რა სიტყვით? რაც მე ვიცი, ნახევარი გურჯაანი, ნახევარი საგარეჯო იტალიაშია წასული. ესე იგი, ამას უკვე გაყალბებული არჩევნები აქვს, გაფიქსირებული. აი, სადამდე ამას მივდივართ. ქართველობის გაქრობა უნდათ და სხვა ერების გამრავლება, სხვა არაფერი ჩემო კარგო. დიახ. მადლობთ. დიახ, მადლობა, დიდი მადლობა. ხო, აი ყველაზე უცნაური რაც არის აქ, თურმე ჩვენ მხოლოდ 27700 რუსი გვყავს საქართველოში. 27000 რუსიაო მხოლოდ გაიული უბრალოდ სკვერში, პარკში, ქუჩაში და რუსული საუბარი რომ არ გაიგონო, შეუძლებელია. და ეს 27000 ადამიანი ყოფილა რომ მთელი თბილისი და საქართველო გადაავსეს. აგრეთვე საუბარია იმაზე რომ მხოლოდ 23900 ინდოეთის მოქალაქეა აქ თურმე. 23000 მხოლოდ. არა და რას ვხედავთ რეალურად ქუჩებში? 11000 უკრაინის, 8300 აზერბაიჯანის, 5400 სომხეთის. ამაზე აღარაფერს ვამბობ ახლა, ეს სულ სხვა სფეროა და მოკლედ, როგორ აფასებთ საქსტატის დღევანდელ მონაცემებს, უფრო დაწვრილებით მოგვიყვნენ მოკლედ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დღეს. და გჯერათ თუ არა ამ მონაცემების, გჯერათ თუ არა რომ ქართველთა რიცხვი გაზრდილია, რომ მხოლოდ 124000 უცხოელია და საერთოდ დემოგრაფიულ ვითარებას როგორ აფასებთ? რაში ხედავთ აქ გამოსავალს? ტყუილში თუ დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებაში, რაც გადაარჩენდა ქვეყანას ფიზიკურად და ქართველებს. ზარია ეთერში. არ იყო. გისმენთ ქართველების გადაყოლანი არის. დიახ, მადლობა, დიდი მადლობა. 557 88 45 88. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, თქვენი მოსაზრება გვითხრათ. კვლავ ზარია ეთერში, გამარჯობა, დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? თქვენი ხმა მესმის, დაიწყეთ ბატონო. ეხლა ეცრავეს ხო კარგია, გენაცვალე, ჯერ გამარჯობა. გამარჯობა. მომისმენთ. დიახ. ეს ყველაფერი კაი ვიცით რომ თავრობა არ გვივარგა და მაგათი სულეთი აქვენი ცხოვრებს, მაგრამ ჩვენც რო ვტყუი ვართ იცით თქვენ. რაში? რაში ვტყუი? სასომხეთში, მარტო რუსების ეშინია, დანარჩენი არავის არ აგულავებენ. აქ ჩვენ კი ვცდილობთ როგორმე სხვა ჯურს მოვეფეროთ, აი არ ეწყინოს, ესე არ იყოს, ესე არ იყოს. მაგათ ქუჩაში არ უნდა ვატარებდეთ ჩვენ ქუჩაში. მაგათ ქუჩაში არ უნდა ვატარებდეთ, უნდა ეშინოდეთ საერთოდ თუ ტურისტია. ტია იყოს ბატონო, ტურისტი წაეთრას, იყოს ერთი კვირა, ერთი თვე წაეთრას თავის ქვეყანას, თუ არა და რო ვიცახით რომ 5000 სომეხი და თათარი. რა 9 მილიონი ერთი, 9 მილიონი მეორე. ვისატყუებენ კაცო. ქუჩაში ვერ გაივლი თბილისში ქართულ სიტყვას ვეღარ გაიგონე. ამიტომ შემოკარგო ჩვენ ვარ დამნაშავეები. მაგათ ქუჩაში არ ნავაძლებდეთ სხვა თავის ენაზე ლაპარაკის უფლებას და გაიქცევიან აქ. დიახ. მადლობა. იქნებ მე დამიჭირონ ახლა ლაპარაკზე, მაგრამ არა. მე ქართული მირჩევნია სხვა ყველა. ბუნებრივია ქართველი გვირჩევნია ყველა. მინდა ეწყინოს. დიდი მადლობა თქვენ რა თქმა უნდა ყველა ერს პატივს ვცემთ, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნების მიმართ პატივისცემა, ძმობა და მეგობრობა გვაქვს, მაგრამ ამავდროულად, როდესაც ვხედავთ ამდენ უცხოელს ინდოეთიდან, თურქეთიდან, არ ვიცი ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს შეშფოთებას იწვევს. არა იმიტომ, რომ ტურიზმის და ტურისტის წინააღმდეგი ვართ, რა თქმა უნდა მოხარული ვართ, რაც უფრო მეტი სტუმარი ჩამოგვივა. სტუმრები გვიყვარს ქართველებს, მაგრამ გვაშფოთებს ის, რომ აქ რჩებიან, ქართველთა რიცხვი მცირდება რეალურად და იზრდება უცხოელთა მაჩვენებელი. თუმცა სახელმწიფო და საქსტატი საერთოდ საპირისპიროს გვეუბნება, 4 მილიონამდეა ქართველთა რიცხვი თურმე საქართველოში. გაზრდილი ლამის 4 მილიონამდე ვართ და როგორ ხდება ეს, როდესაც საპირისპირო მონაცემებს თვითონვე აქვეყნებენ, რომ ბოლო 5 წელიწადში 677000 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. დაბრუნებულს კი ბევრს არ ვხედავთ სამწუხაროდ. და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება და ნუ გვატყუებთ რა, ძალიან გთხოვთ. არავინ არ არის აქ
სულელი. სარია ეთერში, გისმენთ? ილია ბოდიში და რასაკითხი იყო? გჯერათ თუ არა საქსტატის მონაცემების, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი და ქართველთა რაოდენობა იზრდება და გაზრდილია. კი, გასაგებია, არავის არ ასჯერა მაგისი. ეგ არის აბსურდი, ძალიან დიდი აბსურდი, ძალიან დიდი ზღაპარი. როგორ უნდა იყოს გაზრდილი, რა ხდება საქართველოში, თბილისს ნუ უყურებენ. ჩამოვიდნენ ჩემთან სოფელში და რაიონში და ნახო როგორ არის გაცარიელებული, აბალახებულია თელი ეზოები და ეტლით არის მოცული უკვე. მიმხედი რო არა ყავს, როგორ არის საქმეებით გაზრდილი. თბილისში ყველა ვინც აქ იყვნენ რაიონები და დანარჩენები საზღვარგარეთია გასულები. და რასაკეთებენ და რატო უნდათ ესა მე მგონი ყველა ხვდება. რატომ? აი ეს მაინტერესებს. რატომ უნდათ ასეთი სტატისტიკის წარმოჩენა? რას ემსახურება? რას ემსახურება ერთადერთი ამხელა ქონების პატრონები არიან. ეს ქონება რომ გადაირჩინონ ძალიან ცოტა ხალხს კარგად იმორჩილებენ. ერეკებიან გარეთ, ჯარიმებით აქ სპობენ. ისე რომ მიტინგი რო იყოს, შენ არ აქონდეს იმის დრო, რომ გახვიდე მიტინგზე. გამიგე და რაღაცა მოიწყო. აი ყველა ერთ გააბეჭავეს ხალხი. მადლობთ ჩემო ბატონო. მადლობთ ჩემო ბატონო თქვენს არისთვის. აქვე მინდა მაყურებელს და რადიო მსმენელს შევახსენო, რომ ობიექტივის გადარჩენის ფონდია შექმნილი. სპეციალური ანგარიშის ნომრები ჩნდება ტელეეკრანზე ჩვენი საუბრის პარალელურად სხვადასხვა გადაცემებში და მადლობა მინდა თითოეულ მაყურებელს ან რადიო მსმენელს, ვინც გარკვეული წვლილი შეიტანა ამ არხის გადარჩენის საქმეში და შენარჩუნების საქმეში. ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები მაყურებელთან და რადიო მსმენელთან, აი გასულ პარასკევსაც იყვნენ მოსული ჩვენთან სტუმრად მაყურებლები, უსაყვარლესი დედაშვილი, ნოდარი და ქალბატონი ჯული იმყოფებოდნენ ჩვენთან და მათ გარკვეული შემოწირულობა გააკეთეს ობიექტივისთვის და მადლობა მინდა ამ გადაცემის პირდაპირ ეთერიდან უთხრა ამ ახალგაზრდა კაცს და მის არაჩვეულებრივ დედას. ვაგრძელებთ ინტერაქტივს, პირდაპირ ეთერში ვართ 557 88 55 88. ზარია ეთერში, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, თქვენ ეთერში ხართ. სამწუხაროდ კავშირი არ მყარდება. თქვენი აზრით, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება თუ მცირდება, ქართველთა რაოდენობა რომ გაზრდილია, ამაში ეთანხმებით თუ არა, საქსტატს და საერთოდ როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას, ეს დღეს ჩვენი გადაცემის კითხვებია. ზარია, კვლავ გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით, დიახ. იცით რა მაინტერესებს? ეროვნების გრაფა აღარ არსებობს და როგორ გაიგეს, რომ ქართველები უმრავლესობაში არიან. საიდან დაადგინეს? ეროვნების გრაფა ხო ამოიღეს რა პირადობიდან და საიდან დაადგინეს? საქსტატი ამბობს, რომ კარდაკარის პრინციპით კარდაკარის პრინციპით დავდიოდით და ადგილზე აღწერეთო ამბობენ ასეთი ეგ არის არაზუსტი მონაცემები, არის ტყუილს ლაპარაკო. არ არსებობს ეგ როგორ კარდაკარის პრინციპით რომ დადიოდნენ, რა შეხედეს ვიზუალურად გაიგეს ამ გვარს. რა საინტერესოა? ეს არის არაზუსტი მონაცემები, რა თქმა უნდა, თუნდაც ის რომ დემოგრაფიულად მიმდგომარეობა ამაზე მეტყველას ის რომ უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე იბადება ბოლო რამდენიმე წელია. აი ეს არის სტატისტიკა, რაც ხდება საქართველოში. და გუშინ მე მომიწია ტრანსპორტით მეტროთი გადაადგილება და აი მინდა გითხრათ, რომ უამრავი შემოსული არ ვიცი, ესენი არ არიან ჩამოსული ტურისტები. ესენი არიან აქ დამკვიდრებული ადამიანები. აი მაგალითად თავისუფლების მეტროსთან რომ გავიარეთ, ქართველები იყვნენ 10-დან შეიძლება 2-3. დანარჩენები იყვნენ ჩამოსულები, ჩამოსულები არ ვიცი, არა ტურისტები. დიახ. გეთანხმებით ალბათ. აი ეს რეალური სურათი რაც ხდება და ეგ არის ტყუილი ახლა რაც გამოაქვეყნეს და არაზუსტი მონაცემები. მადლობთ ზარისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქსტატმა დღეს დამატებით ისაუბრა და უფრო დეტალურად გაგვაცნო მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37700 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთლიანი მოსახლეობის 1% შეადგენს, 23900 ინდოეთის მოქალაქეა, ანუ მთლიანი მოსახლეობის 0.6%, 11500 უკრაინის, 8300 აზერბაიჯანის და 5400 სომხეთის მოქალაქეა, მოსახლეობის 84%, ანუ 3.304.000 კაცი ეროვნებით ქართველია, ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5%-ით, ანუ 80.000 კაცით. ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელიც აგრეთვე გვეუბნება, რომ ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა 4 მილიონამდე ადამიანს შეადგენს. უფრო კონკრეტულად 3 მილიონ უფრო კონკრეტულ რიცხვს ახლავე დავაზუსტებ და გეტყვით, არ მინდა შეცდომა გამომივიდეს. 4 მილიონამდე ადამიანს ასახელებენ დაახლოებით ეს არის რასაც გვეუბნება საქსტატი. გჯერათ ამ მონაცემების სარწმუნოა, რომ საქართველოს მოსახლეობის რიცხვი, მათ შორის ქართველთა, ეროვნებით ქართველთა რიცხოვნობა იზრდება და საერთოდ როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას. აქვე საქსტატის უფრო ძველ მონაცემებში შეგახსენებთ, რომ ბოლო 5 წელიწადში დავაჯამეთ ჩვენ და 31806 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა სამწუხაროდ. დემოგრაფიული კატასტროფა. ყოველ წელს ეს ხდება, უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 667.000 ადამიანი ემიგრაციაში წავიდა ბოლო 5 წელიწადში. 667.000. უზარმაზარი რიცხვია, დიახ. ჩვენ უნდა ვხედავდეთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ადამიანებს, ხომ? ძალიან ბევრს, რომ იზრდებოდეს ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა, ხომ ასეა? და ვხედავთ ამას რეალურ ცხოვრებაში. ბევრ შემთხვევას გაიხსენებთ, როდესაც ემიგრაციიდან ადამიანი დაბრუნდა და ზოგადად რა მიზანს ისახავს ეს კვლევები, ეს შედეგები, რაც გაგვაცნეს და ბევრ მოქალაქეში ეს იწვევს უნდობლობას და არადამაჯერებლად ეჩვენება საზოგადოების ნაწილს. თუ ზარია შემოუშვათ ეთერში, ხო, არ ჩანდა ეკრანზე, თავისუფალი ახლა ხაზი მინდა გითხრათ. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. სამწუხაროდ ეკრანზე მე მონაცემებს ვერ ვხედავ და რამდენადაც შესაძლებელია მანიშნეთ მაინც როდესაც ზარი იქნება გადაცემაში რომ მივიღოთ. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, ჩვენი საქართველო ინგრევა. ჩვენი საქართველო ინგრევა ქართველი ხალხი, აღარადა სულ ეს ეროვნების არის. ეს მთავარი გასაკვირი აქედა. რას უკავშირებთ, რომ ასეთი მონაცემები გამოქვეყნდა, ვითომ ქართველები მრავლდებით და ვემატებით რიცხოვნობას? კარგით, გაითიშა როგორც ჩანს. ჩვენც ეს გვინდა, რომ იზრდებოდეს ქართველთა რიცხვი და სიმართლე იყოს ეს. გაგვიხარდება და ბედნიერი ვიქნებით, მაგრამ გარშემო რომ მიმოვიხედავთ და ქუჩაში გავივლით ან ჩვენს საახლობლოს გადავხედავთ, ემიგრაციიდან მასიურად დაბრუნებულ ადამიანებს ვერ ვხედავთ. ქუჩაში კი უამრავ უცხოელს ვხედავთ ქართველზე, მეცაც კი ზოგიერთ ქალაქში. ზარია ეთერში, გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. ეხლა მოვეცით. მაზრიდან ბათუმში ვცხოვრობ. დიახ. რამდენი? ესე იგი, რა დღეში ვარ თურმე? ქართველი სადადის. ბათუმში ქართველი ყოველი 10-15-20 კაცი შეხება და მეოზე ერთეთოა ქართველი. მეოზე ერთეთოა ქართველი. სულ რუსები, არაბები, ინდოელები, სხვადასხვა ტურის ხალხი, ბიჭო, ყველა ბედნიერად იყოს, აი ხალხი, მე ადამიანთან მოდგმაში ვცხოვრობ და ადამიანი წარმეზარება, მაგრამ გაჭირვებული პირობებშია ჩვენი ქუჩები, ჩვენი ცხოვრება, სადარბაზოში შემოვდივარ, ჩიპი დამჩა რომ გამეხსნა სადარბაზოში კარი და ყვირივარ, ვეხვეჭები, ქართველი მგონია. არაფერი არ ეყურება, ჩემი ყვირილი შევიდა, შეგინდა გას. ეს
მოკლედ გაგაგიჟებს აი ცხოვრება. ხალბატონო. და რა გვესწრება ხალხი? შეკითხვა მაქვს თქვენთან. თქვენთან ერთი გამოსავალი რა იცი? დიახ. ყველას ვეუბნები ამას ქუჩაში რომ გავივლის. გავერთიანდეთ მეტი არაფერი თქვენ არ გადაგვარცენ. მადლობთ ხალბატონო. გასაგებია თქვენი სათქმელი. ამ გადაცემის პათოსი მე არ მინდა ის იყოს რომ ახლა რაღაც აგრესია გამოვავლინოთ ქუჩებში უცხოელების მიმართ არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ჰუმანური სტუმართმოყვარეერი ვართ და არავის მიმართ ქუჩაში აგრესიის გამოვლენა არ შეიძლება. ჩვენ უნდა გქონდეს პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, რომელმაც გახსნა ჩვენი ქვეყნის საზღვრები, განსაკუთრებით მილიარდიან და მილიარდნახევრიან ერებთან და შემოუშვა ეს ადამიანები აქ. არც ერთი ერის და არც ერთი ხალხის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა გვიყვარს და ყველას პატივისცემით, მაგრამ ჩვენ სამშობლოში, როდესაც საფრთხე ექნება ქართველთა უმრავლესობაში ყოფნის საკითხს ნელ-ნელა, აი მაშინ უკვე სავიზო სასაზღვრო პოლიტიკაა გასამკაცრებელი. უნდა მოხდეს არალეგალი მიგრანტების უფრო მეტი დოზით გაძევება, ისე კი არა რომ დღეში 10-15 თვეში 10 და 15 კაცს გაუშვებენ ხოლმე. ზარია ეთერში გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ, გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. სამწუხაროდ არ არის კავშირი. 557-88-55-88. თქვენი აზრით, ქვეყანაში იზრდება თუ მცირდება ქართველთა რიცხვი? როგორ აფასებთ დემოგრაფიულ ვითარებას და გჯერათ თუ არა საქსტატის, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში მოსახლეობა გაზრდილია, მათ შორის ეროვნებით ქართველთა რიცხვიც გაზრდილია. ზარია ეთერში, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენ დასვეთ კითხვა, გაზრდილია თუ შემცირებულია მოსახლეობა ქართველი ხალხი? დიახ. ნება მომეწით. წვიმალი ადამიანის სიტყვები გამოვიხენო, მაპატიოს ტელემაყურე. ისევ სამათი დედა კარგით, კორექტულად. პირდაპირ ეთერში გრძელდება ინტერაქტივი. თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ნომერზე დარეკოთ, თუმცა ახლა არ არის მითითებული ეკრანი, საბანკო რეკვიზიტები ჩანს. შეგახსენებთ 557-88-58 და გვიპასუხეთ ჩვენს თემაზე თუ კი გაქვთ სურვილი. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საყოველთაო აღწერის შედეგებს უკავშირდება? რა მიზანს ისახავს თქვენი აზრით ის რომ წარმოვაჩინოთ თითქოს ძალიან ცოტა უცხოელია აქ და ქართველთა რიცხვი ამ დროს იზრდება. ხედავთ თუ არა ემიგრაციიდან დაბრუნებულ ხალხს, ქუჩებში რა მდგომარეობაა, უფრო მეტი ქართველია თუ უცხოელი და რა არის თქვენთვის გამოსავლის გზა? ზარია ეთერში, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, ამ ტელევიზორს გამოურთეთ, გემუდარებით გამოურთეთ ხმა ტელევიზორს. როგორ უნდა ვთქვა ხოლმე, აღარ ვიცი. კი ბატონო, ალო, ხო. კი ბატონო, დაიწყეთ ახლა, გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან კაი გადაცემაა, მაგრამ ერთი რაღაცა გამკვირვებია. დიახ. ესე იგი, ადამიანებს ეკითხებით. უცხოელი ზეურია თუ ცოტა შემოუშვა დამდები თუ არ თქო და ქალბატონმა რომელმაც აქვს მოწება გამოთქვა თქვენ აქეთ მოუწერიალდით და უცხოელებს გაანებეთ წალი ეგენი არ არიან დამნაშავე და უცხოელებს პატივისცემ და შემოვიდნენ თქვენ ძმო ერთი მიმართულება მიეცით ამ გადაცემას თუ პატრიოტული გადაცემა ჩემო ბატონო ძალიან კაფიო მიმართულება აქვს ამ გადაცემას 115,000 ჯერა თქვა 9 მილიონია მერე უცხოელებისგან აგიდათურა არ მithქვამს უცხოელებისგან რა გინდათ თქო თქვენი პოზიცია და მადლობ ჩემო ბატონო დრო ამოგვეწურა ამავდროულად მე უბრალოდ ის თქვი რომ ახლა ამ გადაცემიდან იმ მოწოდებებს არ ვაკეთებთ მეთქი რომ ქუჩაში დავერიოთ უცხოელებს და დავუწყოთ ცემა და განდევნათქო ამიტომ შევამსუბუქე ტონი რომ ტელევიზიის პირდაპირ ეთერიდან მსგავსი მოწოდება არ ისმოდეს რა თქმა უნდა ჩვენ ძალადობას ვემიჯნებით და ქუჩაში გაჩერებას ადამიანის და მის შეურაცხყოფას
აი ეს ვთქვი მე და რა თქმა უნდა მიუღებელია ეს. დანარჩენი უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ ეს უცხოელები ლამაზად გაისტუმროს ქვეყნიდან ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ტრაგედიაა ის, რაც ბათუმში ხდება და რაც ბრძანა ქალბატონმა ცოტა ხნის დაგვიდასტურა კიდევ ერთხელ. სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა, უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ზარი იყო და თემაც მართლაც ისეთია, რაც ადარდებს ნებისმიერ მოქალაქეს. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს. ნახვამდის, მადლობა.